როგორი იქნება მიმდინარე კვირა 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის, ვის გაუმართლებს და ვის მართებს უფრო მეტი სიფრთხილე? მაისას პირველ მაისს ასევე არის სამსებთვარეობა, ესეც აღსანიშნავი ფაქტია, რომელიც საყურადღებოდ არ იღია, რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რას უნდა მოვერიდოთ. ამას ახლა გვეტყვის ასტროლოგი კეთი ოდიშელი, რომელსაც მიუძღვნით დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. ესე იგი, ამინდი თუ არ გწყალობს ასტროლოგიური ამინდი საკმაოდ კარგია. ამის იმედად ვართ დარჩენილი და გიხარია. ხო, ძალიან კარგი. ნიშნულოვანი კვირა გვაქვს, გუშინ აი პლანეტა ურანი იკითხეთ წეღან და პლანეტა ურანმა შეიცვალა ადგილი, ესე იგი ზოდიაქო შეიცვალა, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, სადაც 7-8 წელი დაყოფს დაახლოებით. შესაბამისად ის რეფორმებიც, იმიტომ რომ რეფორმების და რევოლუციების პლანეტა არის ზოგადად ურანი, ის რეფორმები, რომელიც განხორციელებდება, უფრო ტყუპების სახასიათო იქნება. კურა ზოდიაქოს ნიშანშია ის კურა ზოგადად სტაგნაცია არის, ურანი პირიქით რყევები, ეს არაორდინალურობა და ცოტა ანტაგონიზმია გამოხატული მათ შორის. გაცილებით უფრო კეთილსაიმედოა 7-8 წელი ეს ციკლი ყოველ შემთხვევაში. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტყუპები ზოგადად თქვენ სფეროს მართავს, ეს არის ტექნოლოგიები, ეს არის პიარი, ჟურნალისტიკა, ტელერადიო მაუწყებლობა, ხო? ამ კუთხით ძალიან განვითარებადი და განვითარებისკენ წავა ყველაფერი. ასევე ფინანსური ეს გაციფრულების თემაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აქ საბოლოო აკორდები ალბათ ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. ავიაციის სფეროში, ტრანსპორტის თემაში მნიშვნელოვანი საკითხები. უბრალოდ იმდენად ტრანსფორმირებადი არ უნდა იყოს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ ჩაანაცვლოს ყველაფერი. მე მაქვს მაგის მოლოდინი, ესე გვიწინას არ მეტყოლები, როგორც ჩანს უკვე პლანეტების. ანუ თქვენ თქვით, რომ წინა 7 წელზე უკეთესი 7 წელი იქნება, ახლა ურანის არა, უცილობლივ, კი ნამდვილად. მაგრამ მეც ის მჯერათიკა, რომ ჩვენი მაყურებელი ვერასდროს ვერ შეეგუება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ეუბნება დილამშვიდობისა საქართველოს. ხელოვნური ინტელექტი მაყურებლის თუ არ იქნება ხელოვნური ინტელექტი, მე ვიცი. ხელოვნური ინტელექტია კარგია, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არის გონიერი ადამიანის ხელში. ცალკე, როგორც ესეთი პერსპექტივა ნაკლებად. კეთილსაიმედო. ხო, რაც შეეხება ახლო პერსპექტივებს ზოგადად, ხო? ანუ გავიგეთ, რომ ეს ურანის თემა საკმაოდ კარგია. ხო, სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ აი ეხლა დღესდღეობით უკვე მინელდება ფონი, ცოტა მტკივნეული მომენტები შეიძლება ყოფილიყო ზოგიერთი კუროს და მორიელის ცხოვრებაში განსაკუთრებით და მე უკვე ლომები და ასევე მერწყულებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში არიან დაბადებული, იმიტომ რომ ეს რამდენიმე დღეზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ეს რამდენიმე დღიანი ციკლი გქონდა ურანის ბოლო, ასე ვთქვათ, შეერთება ვენერასთან, 84 წლიანი ციკლი იყო ეს და აი რამდენიმე დღე ცოტა ესე კრიზისული შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დასრულდა. ამ კუთხით თუ რაღაც მტკივნეული რყევები ან მომენტები გქონდათ, კარგი ამბავი ის არის, რომ მალე დასრულდება მეგობრებო, ასე რომ გულს უგაიტარ. დანარჩენს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი რა გვაქვს, ნახეთ, ძალიან ისეთი საყურადღებო დღე არის ხოლმე 30-ის ბოლო აკორდები და პირველი რიცხვი. ბალპურგის კუდიანების ცნობილი გოია სტილო არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ჯადოქრების შაბაში, ხო? აი ეს ღამე არის, ხო? ამ პროცესს ვალპურგის ღამეს ყოველ წელს დაახლოებით, ხო? 30-ის ბოლო პირველის, ანუ გასაყარია ასე ვთქვათ. და სერიოზული ბრენდინგი ამ მოვლენას გაუკეთა სხვათა შორის ფაუსტმა, გუეთეს ფაუსტმა. შესაბამისად ეს ისედაც კუდიანების ღამე არის, ოღონდ მე უკეთესად ავხსნი, მაგრამ დანარჩენი მნიშვნელოვანია რითი, რომ დაემთხვა ამ ყველაფერს 1 მაისი გვაქვს სამსებთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის მე-12 გრადუსზე და ეს ნიშნავს ეს რო ავხსნათ ახლა ცოტა გასაგები კუთხით. მორიელი რო ნახსენებია იქ აუცილებლად ჩაშლა მჭირდება. მნიშვნელოვანია, ახეთ მორიელის ღერძი არის ზოგადად ეს პროცესები. კუროს ღერძი, აი რითია სახასიათო, კურო არის პირველი მიწისტიქის წარმომადგენელი და მე აი არ ვიცი ყულაბას თქვენ შემთხვევაში არ ვიცი როგორა ყულაბას რო ახსენებენ ხოლმე ხარის ფორმის ყულაბა წარმომადგენია ხოლმე და რეალურად ასეცაა, იმიტომ რომ კურო არის კი კურო არის პირველი მიწისტიქის ნიშანი და ეს არის ასტროლოგიური მეორე, ანუ ფინანსური სახლის მმართველია სიმბოლური. შესაბამისად პერიოდი ზოგადად ეს არის ფინანსებისთვის საკმაოდ ისეთი დასტაბილურების და ესეთი წინსვლის პროცესი, თან კურო კარგი შემგროვებელია და აი მორიელი მისი კოსმიური მოძმე ამ შემთხვევაში არის ერთი მხრივ მერვე სახლის, ანუ დიდი ფული, გარკვეულწილად კრიზისები, მაგრამ კრიზისები, რომელიც ტრანსფორმაციას უკავშირდება და ნახეთ ახლა რა საინტერესო რა მიკვრება.
ესე იგი, განსაკუთრებით ფინანსების საკითხში ტრანსფორმაციული საკითხები, რომელიც ეხება ფინანსური ბლოკები, გარკვეული შიშები, გარკვეული პრობლემები სწორედ ფულთან დაკავშირებით ძალიან კარგად შეიძლება დავამუშაოთ სწორედ ახლა და ამ ყველაფერმა გაგვიხსნას კარი უკვე დიდი შემოსავლებისკენ და აი ამ კუთხით საკმაოდ პერსპექტიული შეიძლება იყოს. არა. ზუსტად ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ ვახტანგ ჯაფარიძემ გავაკეთეთ ძალიან კარგი ფინანსური ფაქტიურად წელს არის თან 12 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე ესეთი კარგი და ეფექტური პერიოდი ფინანსებისთვის და ძალიან დიდი ალბათობა რომ გავმდიდრდეთ მართლაც. იკა, იმიტომ რომ მაის-ივნისში არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდები და ახლა არის ზუსტად ის ტრანსფორმაციები უნდა განვახორციელოთ, რომ ამ ყველაფერს დაუახლოვდეთ. მოკლედ და ის 1 მაისის ღამე ემსახურება სწორედ ამ საკითხს. დრამე უნდა გავაკეთოთ ამ 1 მაისს. რა გავაკეთოთ? პირველი რაც შეიძლება ყველაზე ისე რახან ეს ჯადოქრების ღამე არის, აქ ნუ გამისტიურება ხდება ხოლმე ამ მოვლენების რა თქმა უნდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძველი ტვირთი უნდა ჩამოვიხსნათ, ძველისგან უნდა გავთავისუფლდეთ, იმიტომ რომ სამყაროებს შორის, აი როგორც ჰელოვინზე ხო, სამყაროებს შორის იხსნება ხოლმე გარკვეული პორტალები. და ძალიან ახლოს ვართ აი იმ ჯადოსნური მომენტების განხორციელებისკენ. ეს ჯადოსნური ჯოხის დაქნოვის პრინციპით შეიძლება მართლა ესე მოხდეს ბევრი რამ ჩვენ ცხოვრებაში და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატიური ტვირთისგან. ეს წმინდა ვალპურგაც იყოს სწორედ ამ ჯადოქრობისგან და ავადობისგან დამცავი, ლოცვებს აღავლენ და ხოლმე და ამით იყო ცეცხლის ელემენტი პირველი, იმიტომ რომ ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე ტრადიციებში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ ცეცხლით ფაქტიურად გარსოვლიდნენ ხოლმე ცეცხლს, რომ ყველანაირი ნეგატივისგან გათავისუფლებულიყვნენ. აუცილებლად ადგილებში დავანთოთ, სადაც ეკოლოგიურად დავანთებ. სანთელი ხო შეგვიძლია დავანთოთ. იგივეა. ასევე ძალიან კარგი იქნება ამ ღამით, რაც შეიძლება მეტ შუქს თუ დავანთებთ ზოგადად დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას ნამდვილად კი. ძალიან კარგია თუ გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ისე იგივე ფინანსური ბლოკები ვახსენეთ, თუ დავწერთ 3 ესეთ ფორმულირებას გავაკეთებთ და დავწერთ და შემდეგ დავწვავთ. ეს პირველი ესეთი მარტივი რიტუალი. მეორე რიტუალი, რახან მაინც არის ხოლმე სავსემთვარეობაზე რაღაცებს მუხტავენ, ხო? აი ძალიან ეფექტური იქნებოდა ამ დღეს. მაგალითად, დამცავი მინერალური ქვების, დამცავი თილისმების დამუხტვა მთვარის ენერგიით, ხო? იგივე ძალიან კარგი იქნებოდა ფინანსური თილისმების საფულის დადება. მთვარე არ არის აუცილებელი რომ ჩანდეს, სულ ამას კითხულობა ხოლმე. გავიტან ვერანდაზე ყველაფერს გითხარი რა გავიტანო. ყველაფერი გავიტანო. ღამე დავიძინებ ვერანდას. ეს სხვათა შორის ორ თილისმაზე გავამახვილებდი ყურადღებას, იმიტომ რომ კუროს თილისმა არის სპილო, იგივე განეშა, ვისაც ცოტა მეტი წარმოდგენა აქვს მე მითოლოგიურ პერსონაჟზე და ეს სპილო არის ბარაქის სიმბოლო ამ შემთხვევაში, ან მორიელის სიმბოლო გამოგვადგება ამ შემთხვევაში, ეს არის ბაყაყი, რომელიც არის ფინანსების მოზიდვის უნიკალური თილისმა. ძალიან მაგარი თილისმა, ამიტომ ყველას ურჩევ, გააქტიუროთ ამ ღამით და ნუ მოკლედ შემოსავლების ზრდისთვის მოემზადოთ. ძალიან კარგია. ეძახდა ბაყაყი, ხედავს ბაყაყი სასწრაფოდ, ხვალ ზეგამდე. განსაკუთრებით მორიელების თილისმა. რო ვიყოლიო. არა ბაყაყი, არის მონეტები უდეს ხოლმე პირში. კარგი, ქეთი, ძალიან საინტერესო ცხოველია, მაგრამ დავიწყებ ახლა ყურში უკვე ზოდიაქოს ნიშნები. პროდიუსერი, რეჟისორი, ყველა ერთად საუბრობს, რომ 5 წუთი გვაქვს და ზოდიაქოს ნიშნებს უნდა ეყოს ყველას. მოკლედ, იმის მერე რაც ჩამოვწერთ ამ ჩვენ ფინანსურ პრობლემებზე და გარკვეულ საკითხებზე გავაუბნებელყოფთ, როგორც თქვით, ცეცხლის ენერგიაზე და მერე უკვე უნდა მოვემზადოთ, იმიტომ რომ სავსემთვარეობა არის ნებისმიერი ნიშნისთვის შედეგების დადების პერიოდი და დავიწყოთ ვერძით. ვერძისთვის არის ვერძისთვის და სასწორისთვის გამოვყოფდი მეტნაკლებად ყველას შეეხება, იმიტომ რომ გარკვეული ისეთი აქტიური, ცეცხლოვანი და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები ძირითადად ყველა ადამიანს აქვს ხოლმე მათი გავლენა. სატურნი რახან ამ ნიშნებს სტუმრობს მოკლედ განსაკუთრებით აი სამათ რო დავყოთ პერიოდი პირველ მესამეში ვინც არიან დაბადებულები, მათთვის შესაძლოა იყოს ცოტა კრიზისული პერიოდი. იგივე საბანკო საკითხებთან, სასამართლო რაღაც გარკვეულ პროცესებთან შეიძლება იყოს ცოტა პრობლემური და მინდა უთხრა მათ ეს კარმული პლანეტა ტყუილა არ არის მათ ნიშანში და ის ზუსტად ის გაკვეთილები და ის გამოცდები, რომელიც მათ ცხოვრებაში არის ეხლა, სწორედ იმ თემებს უნდა
მიაქციონ ყურადღება და ტრანსფორმაციები დაიწყონ ამ კუთხით. აი ეს არის მათთვის ერთგვარი ნიშანი სამყაროსგან, რა გზით უნდა წავიდნენ მერე და სად უნდა მოახდინონ კორექტივები. ვერძე. სასწორზეც მეტნაკლებად სასწორზე უფრო გავშლი და ვიტყვი მერე მაგ თემასაც. კუროს ზოდიაქოს კი, იმიტომ რომ ყველა მითვლით დროს. კუროს ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება ამ შემთხვევაში არის პარტნიორობის თემები გამოხატული, სხვა შორის ძალიან კარგად შეიძლება ის კრიტიკულმა დღეებმა ზუსტად ახლა ჩაიარა, დღეიდან უკვე მინელდება თქვი და კუროებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პირად სასიყვარულო თემები. თან ცოტა ცეცხლოვანი იმპულსებიც არის სამყაროში ჯერ კიდევ და ეს ძალიან კარგად გააღვივებს მათ პირად და ასევე ფინანსურ საკითხებში შეიძლება ძალიან მომგებიანად იასპარეზონ. გადავედით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანზე, აქ ტყუპები მინდა გავაფრთხილოთ და მივცერ რჩევა, რომ გამოიყენონ ყველაფერი, რაც დაეხმარებათ ენერგოტონუსის ამაღლებაში. აუცილებლად რახან ცოტა ქაოტური ნიშანია, სხვა დროს შეიძლება მომგებიანიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში იყვნენ კონცენტრირებული ერთ ან ორ საქმეზე, ნუ გაიფანტებიან და დიდი ალბათობა ამ შემთხვევაში გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები თუ არის მათ ცხოვრებაში წინა პლანზე წამოვიდეს და ამ კუთხით მიაქციონ მოკლედ ყურადღება. საპრევენციოდ მიიღონ ზომები. კირჩხიბისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, იმიტომ რომ პირად სასიყვარულო თემები, შემოქმედებითი პოტენციალი, ყველაფერი არის იდეალურად. ერთადერთი რჩევას მივცემდი, რომ ესეთი დრო სახლში არ უნდა დახარჯონ, უნდა გავიდნენ აუცილებლად გარეთ, უნდა იაქტიურონ და გადადგან თამამი ნაბიჯები, უფრო მეტი თვით თავდაჯერებულობა უფრო სწორად წაადგებოდა ამ პერიოდში. ლომისთვის აქტუალური არის საოჯახო საკითხები, სახლთან დაკავშირებული საკითხები, სარემონტო თემები შეიძლება იყოს, ან შეიძლება იყოს პარტნიორთან ერთად ისევ და ისევ თანაცხოვრების თემები. იმ ლომებს, ვისაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მანამდე პრობლემები ჰქონდათ, სწორედ ახლა შეიძლება გაუმართლოთ. ამიტომ მოიმზადეთ. ქალწულებს რაც შეეხება, ქალწულებისთვის აქტუალური არის კომუნიკაციები, დიდად არ უყვართ ხოლმე ახალი ნაცნობობა და კომუნიკაციები, როგორც წესი თუ ტიპიურთან გვაქვს საქმე, მაგრამ ახლა ძალიან სარფიანი, ფინანსურად მომგებიანი თემები შეიძლება იყოს აქტუალური, ამიტომ ნუ დაკარგავთ ამ დროს და მაქსიმალურად საქმიდან გადაერთეთ ცოტა ამ კომუნიკაციებზე და ნაცნობობაზე. გადავედით. სასწორების ზოდიაქოს ნიშანი, სასწორებისთვის, როგორც უკვე აღნიშნეთ, განსაკუთრებით სამათ რო დაიყოს, ანუ პირველ მესამედზე შედარებით სირთულეები უფრო მეტად შეიძლება იყოს გამოხატული. სხვა მხრივ ფინანსურად არის მომგებიანი. ამიტომ მანამდე თუ გქონდათ საკრედიტო, საბანკო თემებთან დაკავშირებით გაჭიანურებული რაღაც ცოტა ყურები გქონდათ ჩამოყრილი ამ კუთხით, ეხლა გაგიმართლებთ და მოგების ალბათობაც უფრო დიდი არის. ნუ დანარჩენი უკვე სამყაროსთან როგორი გამოცდები გაიარეთ, ეს არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც 30-31 წლამდე ხართ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი თქვენი საპასუხისმგებლო პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. მორიელები არიან ფაქტიურად სცენაზე ეხლა, იმიტომ რომ პირველში სავსე მთვარეობა სწორედ მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, საღამოს როგორც უკვე აღნიშნეთ. შესაბამისად, მორიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული თან მორიელი ლიდერია, ხო? აქ საქმე გვაქვს ფინანსებთანაც და საქმე გვაქვს ტრანსფორმაციებთან. აუცილებელია მორიელისთვის ერთის მთავარი პრინციპის გათვალისწინება. ისინი, ვინც არიან განვითარებაზე ორიენტირებული, ბრწყინვალე პერიოდი შეიძლება გქონდეთ. აი როგორც გველი იცვლის თავის ტყავს, აი მსგავსი პროცესი შეიძლება გაიაროთ ახლა სწორედ და იმ ყველაფერს, იმ ტყავს, ძველ ტყავს რო დავტოვებთ უკან, ძალიან კარგი პერსპექტივები გამოჩნდეს. ხოლო ის მორიელები, ვისაც ცოტა უჭირს ადაპტირება და ვისაც ცოტა უჭირს ცვლილებების თემა, ისინი ცოტა შეიძლება დროში გაჭედილობას გრძნობდნენ, თუმცა ცხოვრება ნებით თუ უნებლიეთ, მაინც მოიყვანთ მათ ესეთ აქტიურობის მდგომარეობაში და მაინც მოუწევთ გარკვეული რეალობისთვის თვალის შეხედვა. გილოცავთ მორიელებო. საკმაოდ ეფექტურია. მშვილდოსანი. მშვილდოსნისთვის მატრანსფორმირებელი პერიოდი შეიძლება ასევე იყოს, თუმცა ცვლილებებისთვის და კონკრეტული ნაბიჯებისთვის მომდევნო პერიოდი უკეთესია. ახლა ჯობია უფრო საკუთარი განვითარებით, საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარ ფსიქოლოგიაზე მუშაობით დაკავდნენ სხვათა შორის და მომდევნო პერიოდი მერე უკვე ერთთვიანი საკმაოდ გაილაღებენ და საკმაოდ ისეთი პერსპექტიული იქნება ყოველი ნაბიჯისთვის და ყოველი ახალი აქტივობისთვის. თხისრქის ზოდიაქოს ნიშნისთვის არის სხვა შორის აქტიურობის პერიოდი, არ არის გამორიცხული ბევრი თხისრქის ცხოვრებაში, შემოსავლებმა მოიმატოს განსაკუთრებით თავისი ძირითადი საქმიანობიდან და ამ პერიოდში კარგი იქნება ისედაც კარიერისტი ნიშანია თუ იასპარეზებს და თავის ზრახვებზე თამამად თუ ისაუბრებს, თუ გაუმხელს იგივე უფროსობას, იმიტომ რომ ძალიან დაუფასდება ეს თავისი გულწრფელობა, მოდი ესე ვთქვათ. მერწყული ასევე ლომის კოსმიური მეწყვილია და ლომ მერწყულისთვის ძალიან დიდი ცხელი
ბევრი ამბები მზადდება, განსაკუთრებით ზაფხული მოდის ახლა. და ეხლა ფაქტიურად მოსამზადებელი პერიოდი აქვს კარიერულად, სტატუსის კუთხით იაქტიურად, იმიტომ რომ აქ შეიძლება სერიოზული ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ და გადაწყვეტილებები ნამდვილად უნდა მიიღოთ ანისე და ანასე. უბრალოდ თქვენს სხვანაირად ვერ გამოძრობით ამ სიტუაციიდან. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დანარჩენი ყველაფერი მოკლედ თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს და იმუშავებს. და თევზების ზოდიაქოს ნიშანი, თევზებისთვის არის ერთგვარი თავგადასავლების პერიოდი, პრინციპში თან ბოლო ნიშანია ხოლმე და ეს თავგადასავლებით სრულდება ეს ზოდიაქალური ციკლი, იმიტომ რომ უცხოეთთან დაკავშირებული თემები, ახალი პროექტები, ზოგადად საკმაოდ პოზიტიურ განწყობაზე არიან და ეს დაეხმარებათ უკვე ერთი კი არა, მომავალი 5 წლის ფაქტიურად ფორმირებაში და დაპროექტებაში. იმიტომ რომ თევზებს აქვთ ბრწყინვალე ვიზუალიზაციის უნარი და ძალიან კარგად გამოუვათ ის, რომ შეცვალონ მით უმეტეს ესეთი ჯადოსნური პერიოდი გვაქვს წინ და შეცვალონ თავის ცხოვრება, თავის ცხოვრების სცენარი მთლიანად. კეთი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. შესანიშნავად გაართვით ამ გამოწვევას თავი მოკლე დროში, მაქსიმალური გაგვაგებინეთ. რაც ვერ დაგვაიმედეს სინოპტიკოსებმა, დაგვაიმედა კეთი. ამინდი ასტროლოგიური ამინდი ნამდვილად კარგია და ჯადოსნური რაც მთავარია. ჯადოსნური ჯოხი